დამანგრეველი სტიქიიდან მეოთხე დღეს თბილისში ისევ მსხვერპლია. 50 წლამდე მამაკაცი ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა დღეს დილით დაგლიჯა. და ეს იმ ფონზე, როდესაც ზოოპარკის ადმინისტრაცია და ხელისუფლება ორშაბათის შემდეგ მტაცებლებისგან მოსალოდნელ საფრთხეებს მოხსნილად აცხადებდა. ტრაგედია აბრეშუმის ყოფილი ქარხნის სარდაფში იმ დროს მოხდა, როდესაც 4 მუშა მითითებულ ადგილზე დასუფთავების მიზნით შევიდა. შემზარავი ფაქტიდან რამდენიმე წუთში გმირთა მოედნის მთელი პერიმეტრი გადაიკეტა. მტაცებლის დევნის 2 საათიანი ოპერაცია თეთრი ვეფხვის ლიკვიდირებით დასრულდა. დღეს მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს ზოოპარკის დირექტორი, რომელიც თბილისის პროკურატურაში უკვე დაკითხეს. ბოდიშსიხტის კრიზისების მართვის საბჭოს მდივანიც, რომელიც დღევანდელ ტრაგედიამდე ქალაქში ცხოველების ყოფნას უარყოფდა. ლევან კვატაშიძეს ჩავთავთ ახლა პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირ ეთერში. ლევან, პირველ რიგში კითხავ, როგორც უკვე ვიცით, რამდენიმე წუთის წინ ზურაბ გურიელიძემ დატოვა საგამოძიებო უწყება. რას ამბობს ზოოპარკის დირექტორი, რა კითხვები ჰქონდათ მასთან გამოძიებლებს? უფრო კონკრეტულად რა კითხვები ჰქონდათ გამოძიებასთან ზურაბ გურიელიძეს და მის მოადგილესთან, რამდენიმე წუთში ამ კითხვებს უპასუხებს სწორედ პირადად ზურაბ გურიელიძე. საგამოძიებო უწყება მათ სულ რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ისინი გამომძიებელს აწვდდნენ ინფორმაციას, რა მოხდა დღეს თბილისის ცენტრში ზოოპარკიდან სულ რამდენიმე მეტრში. ზურაბ გურიელიძე არის სწორედ ჩვენს გვერდით. მოგესალმებით ბატონ ზურაბ, მადლობა რომ გვერდთვებით. პირველი კითხვა მექნება, რა ინფორმაცია მიაწოდეთ თქვენ გამოძიებას და რა კითხვები იყო თქვენს მიმართ? კითხვები იყო დღევანდელი ფაქტის გარშემო, ჩვეულებრივად როგორ იყო, როგორ ხდებოდა, ეს ჩვეულებრივი აბსოლუტურად კითხვები, რომელიც უნდა დასმულიყო, მე ესე ვთვლი. უფრო კონკრეტულად რო გითხრათ, რა ინტერესებდათ დღეს გამოძიებას? აინტერესებდათ ეს კონკრეტულად ცოტა რთულია საწყელი, რომ მოხდა შეცდომა, მოხდა შეცდომის დაფიქსირება და როგორ მოხდა ეს შეცდომა, რასაც მიეცი განმარტება, როგორ მოხდა შეცდომა. ბატონ ზურაბ, თუ დააკონკრეტეთ, რამდენი ვეფხვი იყო ნაპოვნი, რა ციფრებზე იყო საუბარი, რა მიაწოდეთ ინფორმაცია, უფრო დეტალურად რო? იგივე ინფორმაცია, რაც მაგალითად გავაკეთეთ უკვე განცხადების დროს, იგივე ინფორმაცია იყო მიწოდებული, მეტი არაფერი. და აქვე კითხავთ, დღეს მინდია ჯანელიძემ კრიზისების და უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელს მოუწია ბოდიშის მოხდა იმ განცხადებაზე, რომელიც გაკეთდა გუშინ. რა ინფორმაცია გაავრცელა რეალურად ზოოპარკმა კიდევ ერთხელ გავმარტოთ გუშინ? გუშინ, როდესაც გუშინ დავთვალეთ საბოლოო ინფორმაცია, მაშინ აღმოჩნდა, რომ ვაშინგტონელი ინფორმაციით გვეგონა, რომ ყველა ვეფხვი იყო დაღუპული. უბრალოდ გამოიწვია ის, რომ ეს ვეფხვი, რომელიც დღეს აღმოჩნდა, როგორ ჩანს, ორჯერ აღირიცხა როგორც მოკლული. ანუ დაშვებული იყო შეცდომა, რაც მე მივაწოდე ბატონ მინდიას და ასევე სახელმწიფო უწყებებს. შესაბამისად ასევე რომ კიდევ ვრცელდება, რომ მეორე ვეფხვი შეიძლება იყოს დედაქალაქის მეორე ვეფხვის, იმიტომ რომ ინფორმაციის მოწოდება ხდებოდა სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა ინფორმაციიდან, ხდებოდა ძალიან სტრესული მდგომარეობა იყო და შესაბამისად რაღაც გარკვეული ესეთი შესაძლებელი იყო. როგორც კი დავადგინეთ, რომ ინფორმაცია შესაბამისად მიაწოდეთ ინფორმაცია. და რო დავაკონკრეტოთ, რამდენად უნდა ველოდოთ კიდევ დედაქალაქის ქუჩებში მტაცებლების გამო? ხო, არა, მეტი ეს მტაცებელი და კიდევ ერთი ბოლო შეკითხვა, რამდენად ელოდებით, რომ თქვენ შეიძლება ისევ დაგიბარონ საგამოძიებო უწყება? ნუ შესაძლებელია დამიბარონ, რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ თქვა ესეთი, როდესაც ფაქტი ხდება, გამოძიება უნდა აწარმოოს გამოძიება თავისთავად. დიდი მადლობა, ეს იყო ზურაბ გურიელიძე, ზოოპარკის დირექტორი, რომელიც დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მის მოადგილესთან ერთად იკითხებოდა ქალაქ თბილისის პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ, ასევე გაკეთდა გარკვეული სახის განმარტებები თვითონ საგამოძიებო უწყების მხრიდანაც. ძალიან კორექტული შეხვედრა იყო, დაისვა რამდენიმე შეკითხვა ზოოპარკთან, მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, სტრუქტურასთან დაკავშირებით, სხვა საუბარი სხვა თემებზე არ ყოფილა. კონკრეტულად რა ფაქცია და ზოგადად რა მუხლით არის ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია. ეხლა რაც პროკურატურამ განაცხადა, ბატონ ზურაბი უნდა წაიყვანონ, ყოველ შემთხვევაში დაუკავშირდებიან ვეფხვის ანუ გარდაცვლილი ვეფხვის ამოცნობას. ასეთია საგამოძიებო სამსახურის შეფასება, როგორც უკვე ცნობილია, ზურაბ გურიელიძე მთავარ საგამოძიებო უწყებაში დღეს დაბარებული იქნა თბილისის ცენტრში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ. ის დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იკითხებოდა. მან როგორც მოისმინეთ, მხოლოდ მცირე ინფორმაცია მოგვაწოდა, უფრო კონკრეტულად რა კითხვები იყო მის მიმართ დასმული, მას არ უსაუბრია. რა მოხდა თბილისის ცენტრში ზოოპარკიდან რამდენიმე მეტრში უკვე შეგვიძლია ვნახოთ ჩვენ სიუჟეტში. პირველი ვინ შევიდა, იმას ეცა ვეფხვი პირდაპირ. და ადგილზე მოკლა რა, ჩვეულებრივი მსხვერპლივით. ხელზე ეცა პირველ რიგში, რასაც უყურებდი და ათრია სპეცრაზმი შევიდა და მოკლეს.
ბესი კინწურული ერთ-ერთი თვითმხილველია, რომელიც მაუდის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე უბედურ შემთხვევას შეესწრო. საწყობის მუშა იხსენებს, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მუშები დატბორილ სარდაფს ასუფთავებდნენ. თვითმხილველის თქმით, მტაცებელი მსხვერპლს მოულოდნელად დაესხა. 43 წლის მამაკაცმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო და ადგილზე დაიღუპა. დაგლიჯა რა, ყელი გამოაჭამა და გუნგერდია. მე ჩვენც მივედით მაგ ადგილას, რა ვნახეთ. ხონდა შუშები ურჩავამტრიეთ, აგური ვესროლეთ და გაიქცა რა, მაგ დროს უკვე პირში ხონდა ის რა, ყელი გამოჭმული რა. დაჭერილი ყავს და ჭამსო. და გამოიქცა ატყდა კივილი, წივილი. ჯერ პატრონები მოვარდნენ და მე სპეცნაზი მოყვა, ავტომატები დიმის შევიდნენ. თავდასხმის დროს სარდაფში 4 მუშა იმყოფებოდა. სანამ ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მივიდოდნენ, მუშები ვეფხვის ლიკვიდაციას საკუთარი ძალებით უშედეგოდ ცდილობდნენ. უბედური შემთხვევიდან რამდენიმე წუთში საწყობის მთელ ტერიტორიას უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებდა. სპეცდანიშნულების რაზმამ მტაცებლის დევნის ოპერაცია დაიწყო. სპეცოპერაციის დაწყება შენობაში მყოფი მუშების პანიკამ მოჰყვა. ტერიტორიაზე ევაკუაცია გამოცხადდა და უსაფრთხოება გამკაცრდა. ეხლა ევაკუაციას მოვახდენ შენობის და მე მთლიანად გავასუფთავებთ. მტაცებლის დევნის ოპერაციას პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი აკონტროლებდა. ვეფხვის დევნის 2 საათიანი ოპერაცია მტაცებლის ლიკვიდაციით დასრულდა. მაუდის ყოფილი ქარხნის ტერიტორია ზოოპარკის დირექტორმა უკომენტაროდ დატოვა. განმარტებები შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. დახურულ სივრცეში იქნა ადამიანი დაგრეჯილი, სავარაუდოდ გარდაცვლილი იყო, როცა უკვე წაიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანით. ეხლა მიდის ზებნა, თუ რამე ახალი იქნება თუ ნახავენ, ვეცდებით რომ დააძინონ და გაიყვანონ, თუ შეძლებენ ზოოპარკის თანამშრომლები, თუ არა და მოხდება მისი ლიკვიდაციაც მოხდეს. 43 წლის მამაკაც მტაცებელმა სასიკვდილო დაზიანებები ყელის არეში მიაყენა. ჭრილობების სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. საწყობები დატბორილია მთლიანად ეს ყუთები ისე დაყრილი ყველაფერი ეს წყალი დგაში 9 მეტრზე რა და არა ჩანს შიდა არაფერი. თუმცა იყო ყუთებში დამავალი. ესენი შევიდნენ დასასუფთავებლად. ეს 4 შევიდნენ, პირველი ვინ შევიდნენ და ის არაფერი ეგრევე დაახტაზევიდან ვეფხვი და დაგლიჯაო. მოყვანილი იქნა პაციენტი ცხოველის მიერ დაზიანებული. მას ეს შემოვიდა გულის გაჩერებით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები ჰქონდა. ჩატარებული რეანიმაციული სასწრაფოდ სამწუხაროდ გულის რიტმის აღდგენა ვერ მოხდა, პაციენტი მოკვდა. გამოძიება ვარაუდობს, რომ წყლის დონე როგორც მოგეხსენებათ, აი რამ სიმაღლეზეც იყო აწეული და აქედან შესაძლებელი იყო შესულიყო ვეფხვი. შენობა, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, დაკეტილი იყო. სავარაუდოდ ვეფხმა სარდაფში შესვლა უკანა ფანჯრიდან მოახერხა, საიდანაც სპეცრაზმა პირველი გასროლა განახორციელა. საწყობის ერთ-ერთი მუშა იხსენებს, რომ ამ ტერიტორიაზე ვეფხვი ჯერ კიდევ სტიქიის მეორე დღეს შენიშნეს და მხოლოდ გარე პერიმეტრი დაათვალიერეს. მე ვიყავი კვირა სამსახურში, როცა ბიჭმა დამირეკა შენი კარების წინო ვეფხვი დადისო, მაგრამ კათვერიცანი ვეფხვია თუ ლომიო. იმიტომ რომ თურმე ყოფილი ალბინოსი ვეფხვი. და ტალახში ეკონა დასვილი. მოვედი აღარ იყო ვეფხვი, ვიფიქრე წაიღეს, წაიყვანეს. მე ნახეს იქით 10 კაცი შევიდა გუშინ 5 საათის. დარი იყო ხმა არ გამოუღია და დილით რომ მოვედი, ნახე ყუთები, პადონები გადმოთრეული ასე. და ვიფიქრეთ, ყველამ დავასკვენით, რომ წაიღეს უკვე საღამოთი, როცა ხალხი აქ არ იყო. მამაკაცის სიცოცხლე, რომელიც მტაცებელმა ზოოპარკიდან რამდენიმე მეტრში იმსხვერპლა, საქმეზე გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს. დღის ბოლოს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გააკეთა სპეციალური განცხადება და საზოგადოებას მოუხადა ბოდიში იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ვრცელდებოდა უშუალოდ მედია ჟურნალისტების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის ქუჩებში აღარ იყვნენ მტაცებლები და ისინი საფრთხეს არ წარმოადგენდნენ მოსახლეობისთვის. მისი განმარტებით ეს ინფორმაცია უშუალოდ მათ მიწოდებული ჰქონდათ ზოოპარკის ადმინისტრაციის მხრიდან. მინდა ბოდიში მოუხადო საზოგადოებას იმის გამო, რომ უნებლიეთ მოხდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება, მაგრამ მერწმუნეთ, ეს არ არის თავის მართლება, ეს არის რეალობა, ეს არის ჭეშმარიტება, ეს დაადასტურა სხვათა შორის ზოოპარკის დირექტორმა, რომ ინფორმაცია
მიღებული იყო ჩვენს მიერ ზოოპარკისგან, გადამოწმებული იყო ყველა კომპეტენტურ ინსტანციაში და მხოლოდ ამის შემდეგ იყო მიწოდებული ინფორმაცია საზოგადოებისათვის. დაწყებულია გამოძიება და ვინც არ უნდა იყოს პასუხისგებელი პირი ამ ტრაგედიის გამოწვევაში, ყველა აგებს პასუხს. მე ისევ დაუბრუნდები ზურაბ გურიელიძეს და მისი მოადგილის დაკითხვას ქალაქ თბილისის პროკურატურაში, რომელიც უკვე დასრულებულია. საგამოძიებო სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ გურიელიძემ დაგვიდასტურა, რომ ის 9 საათზე დაბარებული არის მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც მას ექნება პირისპირ შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. მადლობთ ლევანის იყო ლევან კვატაშიძე და ჩართვა პროკურატურიდან, სადაც უკვე დასრულდა ზოოპარკის დირექტორის დაკითხვა, როგორც მოვისმენთ 21 საათზე უკვე ზურაბ გურიელიძე პრემიერს შეხვდება და ის საგანგებო შტაბის ხდომაზე მივა.